დილა მშვიდობის. როგორ ხართ? მე ასე. ვიდეო. 20 წუთია. დიდად დრო არა მაქვს, დიდად დრო, მაგრამ ისე მესიამონა ესე. ყავა დავლიე და აი ეს ყოფნა ისე მესიამონა, მე მგონი ნინოს დაურეკავდა ვეტყვი რომ ნინო რაღაც ვერა ვარ კარგად და ხო არ დავრჩე დღეს თქო. სუყურით ჩაბათრევს მაინც. სულ რო კვდებოდე ყურით ჩაბათრევს მაინც. ხალხნო წყალი დაგვიწყდა. ნახევარი საბავშვეთი ვაბანავე და ნახევარი დამჭა. ნინო ვერ დაიბადა მარტო. კიდე კაი არ შეუშვი თორე დარჩებოდე ეგრე. ანუ რატო დაწყდა არ ვიცი. შეიძლება მთელი დღის მანძილზე. მოიცა, ნუ ეხა შეიძლება დენი გუშინ ქარი იყო საშინელი. ეხა გუში რა ვიდეოებიც დავდე, ხო ძლივს დავდე ხალხო. იმიტომ რომ ინტერნეტი არის. მოდი თავიდან დავიწყო. მოკლედ ჩვეულებრივ გადავიღე გუშინ ვიდეოები. ანუ აქამდე თქვენ რა ვიდეოებიც ნახეთ, უბრალოდ დაგროვილი მასალა დავალაგე რა, იმიტომ რომ ეხა ხო იყო მაგალითად ეხა რომ დილით ვიღებ, დავდებდი ხოლმე დილით ან რაღაცა შუადღემდე მაინც. ეხა სულ ანუ მასალა მაქვს, კიდე ეხა ერთი კეთდება ნიკოლოზის დაბადების დღისა. ანუ ამ ვიდეოს რო ნახავთ, თქვენ ის უკვე დადებული და ნანახიც გექნებათ, მაგრამ ანუ მაგას ვამბობ რა, უშუქობამ ბევრი რამე გამოიწვია. ჯერ ის რომ დილით რავი, ყველაფერი მიგლეჯილი იყო ეზოში. ყირაზე იდგა ყველაფერი. თბილისში ხალხო, უნდა ჩამერიცხა ვარკეთილში, გუში რომ წავედი დაბადების დღეზე, უნდა ჩამერიცხა ბარბარისთვის ანგარიში, რომ ინტერნეტი ჩაირთა რა, რომ არ იყო მთელი დღის მანძილზე შუქი მერე მოვიდა, მაგრამ ინტერნეტი არ იყო. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სოფელში მოვიდა რაღაც პატარ-პატარა უბნებზე რა, მთლიანობაში არ იყო. ვერ ჩავრიცხე. მიგლეჯილ-მოგლეჯილები იყო სულ ვარკეთილშიც ის, 2 ცალი მარტო რო უგეძა დაბლა ეგდო. 2 არ მუშაობდა, მე მეჩქარებოდა ძალიან და ბარბარის სოფელი რო გამოვალ მეთქი იქედან, იქ მე ჩაგირიცხავ რა. იმიტომ რომ აი ზუსტად წუთი-წუთზე მივედით, რო იტყვიან ცენტრში და თან ისეთ სიტუაცია იყო, რომ ინტერნეტი არ მქონდა. ვიფიქრე რომ იქ ვარკეთილთან დავიჭერ, მეთქი მეტროსთან რა. მაგრამ უჭირდა. დაახლოებით ვიცოდი, სადაც იყო ეგ მარվել ლენდში ვიყავით და აი სასახვევი ვიცოდი, მაგრამ აი კონკრეტულად სად იყო აღარ მახსოვს. მე ვიკითხე იქ და იმასწავლეს რა იქვე იყო. ხო და მე შუქი კი მოვიდა, მაგრამ ინტერნეტი არ იყო. ხო და სავარაუდოდ ამ უშუქობა მიმოთქმედა რა, ამ წყალზეც ახლა რაღაცით ხო კაჩავდება ეგეც ხო ის ხო არა რობოტი. ხო და დაწყდა წუხილი. არა უშავ რა მოვა. ამიტომ ცოტა ჭურჭელი მაქვს არ ვრეცხავ. დილას დავრეცხავ უკვე და ეხლა რაც ჭამეს არ დავრეცხავ, საღამომდე იყოს. იმიტომ რომ ბაკის წყალს ხმარობთ ეხლა. საერთოდ უნდა შემერეცხა. შემეყარა და არც ბაკას არ ვერეცხავ. არა უშავს. ცოტა ხანი აპატიებთ ხო. ხო და ამიტომ ვიდეოებსაც შეეხება ინტერნეტი ჩავრთე მეც ხალხო. ჯერ იქ თვითონ ცენტრში ვკითხე, ანუ ეს კოდი რა, პაროლი უბრალოდ იმის ინტერნეტის და მითხრეს, მაგრამ აი 5 ხაზით იჭერდა, მაგრამ არაფრით არ იტვირთებოდა YouTube-ზე ვიდეო, არაფრით. მე როგორც იქნა აიტვირთა, აი სახში რომ მოველი მე აიტვირთა და მთელი გზა ხო იტვირთებოდა მობილური ინტერნეტით. მე მობილური ინტერნეტით ჩავრთე და აიტვირთა როგორც იქნა. მაგრამ ისა დაბლოკა YouTube. აი იცი რამდენი ხანი იწვალა YouTube-მა რომ ატვირთული იყო ტელეფონმა უფროსზე და ან ბოლოს თამთას დაბადების დღის ბოლოს მუსიკა მიდევ რაღაცა და ის დაბლოკა. აუ მეთქი ეხლა არ ვიცი. ნუ და წაშალო ყველა ვარიანტში. ნუ მაგ იმას უკვე მიჩვეული ვარ. დაწითლებს ვშლი და ახლიდან ვაკეთებ ხოლმე. ხო და ახლიდან დავდე. მე კიდე სანამ აიტვირთა და მე რომელი საათი იყო, გვიანი იყო, რომ შუქი და ინტერნეტი მოვიდა მოკლედ. სადღაც რავი, 9? 9:30 რაღაცა იგე რა. ხო. ხო და მე მეორეც მივაყოლე მეთქი მეორეც ისე ვქნა და მქონდა კიდე მესამე.
ანუ ნიკოლოზას იუბილე, ხო და მეთქი ძალიან ზედიზედ რო არ გამოვიდეს ვიდეო ნიკოლოზას ვიდეო ეხა კეთდება. და სანამ წავალ ალბათ აიტვირთება, თუ არა და სამსახურში ავტვირთა. ხო და ეს კიდე რავი სადღაც საღამოსთვის ნახავთ ალბათ რა. 25 წუთი არის. ეხა ნენელა ავდგე. ბარემ ჩავიცვა უკვე მაცვიეტანს ძმელი დასასვლელი. ბარემ ჩავიცვა ზედას და წავალ. სანამ წავალ ისა ქათმებს გამოუშვებ. აუ ის უნდა მექნა რა ქვია. ძაღლისთვის უნდა მელევინებინა წამალი, გუში მიყიდე ჭიის წამალი, ვიყიდე საჭმელიც. ხო და ისა. დილას ამავიწყდა და საჭმელი ვაჭამე, მერელა შემა ცოტა აჭამა. ანუ წეს თუზმოზე უნდა დაალეინო რა, ამიტომ გადავდე ხვალისთვის. ეგ წამალი. აი მე წუხელი რომ მოვედი და იცი როგორი უკვე რომ უნდა დაბინდდეს რა, არც კი, მაგრამ აი სადღაც 5 საათზე იწყება ქათმები დაბინავებას და ადიან ხოლმე იმ ფიცრებზე რა და უკვე რო ცივა ეს პატარები რო არიან, მეცოდებიან ეხა ღამე რო გარეთ იყვნენ და მე ხო იცით როგორც მიწევთ წინაზე ხო განახით აქეთ ცოცხი გით რაღაცა აბლაბუდების რაღაცა აემით ვიქნებ რომ შევყარო. ამ ესენი შევყარე გამოვედი დავკეტე კარები და აქეთ უნდა გამოვიდე და ლაშას განწირული კივილი მესმის მარნიდან ღვინოს იღებ და მეთქი რა მოვიდა მანანა რა იყო ტელეფონი ჩამივარდა ღვინოში 200 ლიტრიან ბოჭკაში ახალი ნაყიდი ტელეფონი ჩაუვარდა ხალხმა აი აუ კარტა გაფუჭდებოდა არაო კარტას ადარტო მე უთხარი კარტა ურლარად და სამლარად აღადგენ კარტას ეგ ტელეფონი 1100 თუ 1200 ლარი მისცა დაახლოებით ჩემი არის ჰონორ 200 და ლაშასი არის 2 კვირაში 3 კვირაში იყიდა და იგივე მე 1100 ლარი მივეცი და იგივე ფასად იყიდა ჰონორ 400 ვაიმე რა უნდა და მე ვთხარი ბოჭკასთან ტელეფონს ვინათებდიო და გამისრიალდა ხელიდან და ტყლაშან ანთებული ტელეფონი დაბლიდან გვინათებდა ტელეფონი რა აქავარო რა გავაკეთო რა უნდა გააკეთო მე ვთხარი იქ ხო ქვაბები მიდდება ის ძველი ალუმინისები და მეთქი დროზე აიღე ერთ-ერთი და გადმოასხი ახლა აქეთ ერთი ბოჭკა მიუმარჯვე რა ის ცარიელი რა იმაში ასხავდა ქვაბით რაღაცა და ისე რომ შევძელი უკვე რომ ჩავსულიყავი და ხელი ჩამიყო იქამდე ამოეღო ეს განათებული ტელეფონი განათებული ამოვიღე გავხსენი უცბად მომამშრალე რაღაც არა ჩანა მომამშრალე ჯერ წყალში გადავხოლი მაინც ველი იყო და ღვინიანი მეთქი და გავამშრალე უცბად რაღაც ამოვედი ფენიც დაუბერე და ანუ ყველა ვარიანტში ეგრო წყალგამძლე არ ყოფილიყო იმ წამს გაფუჭდებოდა ანუ ტელეფონი მუშაობს იდეალურად ერთადერთი ეტობა დინამიკში ქონდა შესული და ჟღჟღჟღაი მუსიკა რავერო ჩაგერთა ჟღრიალებდა მაგრამ მე ცივი ნაკადით დაუბერე ისა ფენით და გამოიტანა ეტობა ანუ ტელეფონი მუშაობს იდეალურად რა ყველა ვარიანტში ეგ იყო წყალგამძლე თორე არ არსებულია გებარბარეს რო ჩაუვარდათ გახსოვთ რომ ისი აუში რო ჩავიდა ტელეფონიანად თურქეთში ხო დადუმდა ხო და გადარჩა ესე ტელეფონი ლაშასი ისე სასაცილო დაიკილა მეთქი ფეხი დაადგეს წავედი ხალხმა ხა ნენელა ავიბარგოთ ფეხსაცმელებს რას ვიცმევთ თბილები უნდა ჩავიცოთ, იმიტომ რომ ცივა. ჩექმები აქ-აქ. მე ჩექმებს ჩავიცო. დილი თავდექი ადრე. რა რომელი იყო? ადრე რა, წესით სულ ხო ვდგები ხოლმე, ხო და. მაკარონი დავდგი. მაკარონი მოუხარშე, სანამ მაკარონი მოიხარშებოდა ბავშვები მოწესრიგდნენ და რაღაცა. საწოლი ცავალაგე და რაღაცები დავაუთოვე. ანუ ყოველდღე 5 წუთი დააუთოვო ხალო, ხო შეგიძლია არა რომ აღარ დაგიგროვდეს, ხო შეიძლება? აი, ძალიან თავისუფლად შეიძლება, მაგრამ არა. ხო და ანუ რო გავაცილე, ყველაფერი გაკეთებული მქონდა. საწოლები, საჭმელი, ჭურჭელი და ასე შემდეგ.
ხო, გუშინ ქათმებს. რა არის ფეხით დიდი მაქვს უფრო? გუშინ ქათმებს ის დავდი. ქათმე რა შუაში კატებს გაურეცხე. ის კრუხები რომ ყავდა. ხის ხუთი, ის გავრეცხე, გამოვხეხე, ჟელეთი, გამოშრა გუშინ ქარში და იმაში, მზეში. უკვე მეწოდებოდნენ რა. ჩავდე თბილი ფულეს რაღაცები, მე კიდე სახში რომ ვიქნები, გარშემოთ შემოუკრავს სტეპლერით. თბილ რაღაცას. ხო და ეგრევე მიხვდნენ რომ ეს უეჭველი ჩვენთვის იქნება და შიგ ჩასხდნენ და დაიწინეს. ესეც ესე. აუ, სავარცხელი სად არის? იქ არის. ეს დღეები არის. არ ვიცი, შიმშილის გრძნობა მაქვს 0-ზე. საჭმელი ძალით ვარ ჭამვარშია. არც ავწონილი ვარ. ეხლა რო ჩავალ კი უნდა ავიწონო, მაგრამ დიდად აღარ მივაქცევ ეხლა ყურადღებას. დღეს საღამოს ლიმონი შემოვიტან და ბარაქის ხეს მივეხმარ ლაშას და ივანეს როქედადგან ლიმონი შემოიტანონ რომ ოთხშაბათს იქნებ სანამ სკოლიდან მოვლენ მენათვის ღია უწყობ სიურპრიზად. არა გოგო ოთხშაბათს რანაირად აწყო ოთხშაბათ თბილისში მივიდო ექიმთან მივიდო. ნდე ჩაი არა ქორივით გეგმება. ესეც ესე. აბა ძნელი იყო, საერთოდ არ იყო ძნელი. აქ მაქვს. ვაი მე რა თბილია ეს ჩემი მაის არის. ფულეს ზედა ხო იცით? ზომოდ რომ მიყვარს. ესე იგი, სანამ აიმას გავალ ბოლოში და სულთლად დავაშვებ, არ ვიცი თქვენთანაც მასია, აბანოში ადგილი აღარა მაქვს ხოლმე სარეცხის. ანუ ეხლა შეუძლია აბანოში კალათებიანად გაიქცეს სარეცხი. არ ვიცი, საიდან მოდის? მგონი თბილად მაცვია. მგონი. წავიდეთ ახლა. ზედაც ჩავიცვა და ბარემ გავალ რა. აბა ყველაფერი ავიღოთ ესე. ოპა. აი, შენი რა თავიღე, აი ეს ხა დამრჩა საუთოებელი, მაგრამ აგე დავამატე. მე კიდე დავამატე და კიდე. აუ, წერან ჯვრის ცებს, რაღაცა ქონდა. აი, არ ვიცი, ამდენად ჩანს, ეხლა რომ მივარ სამსახურში, უნდა ნენელა გავაცალო. ფიქრო, კაცო, ეს ცისფერი რა უსვია, ანუ რა აიხოლანჭა რა, ანუ ზედ და ვერაფრით ვერ მოვიფიქრე რა იქნება. და აბა რა არის თქვენი აზრით? ქუდი რომ აფარია სამსახურში, ეს ჯერადები ხოც. აი ეგ მაქვს უეჭველი, ახვეული. ერავე როგორანაირად არ ვიცი, მაგრამ ეგ მაქვს ახვეული. ეს უნდა მეფაროს, აი ესა მქონდა, გახსოვთ გუში რო ეძებე, აი ეგ. საუთოებელზე. დღევანდელი დღე არ ვიცი რა მაქვს სამსახურში საქმე საერთოდ.
საათი ნახევარ გამიპაროს დრო. 25 ეკლია. არ აზი არა ვარ რა მაქვს საქმე. ტორტია რა არის საერთოდ. ცოტა გავაფეროდოთ უფერული. ისა რა ქვია. დღეს მე გისვნახავ ჩემს ძალს იქ. ჩვენ რა ვიცი, ეტყობა ისა. ერთმანეთის გარეშე ვერ ავძლებთ და იქაც სამსახურში ხო თევზებში ცხვრიდან ვიყავით, მე გიც წამოვიდა თევზებიდან. ხო და ისა. იქვე დარბაზში დაიწყო მუშაობა, სადაც მე ვმუშაობ გვერდზე, ანუ საბანკეტო დარბაზია რა და საჭველებს აკეთებს. ცივკერძებს, მხალეულ რაღაცა იგეთებს და ჩემი ძმა კიდე ცხელებს. პოვარია. უგემრიელეს ხელი აქვს ორივეს. ხო და ნახავ იქ. სოფოჩკაც კაი ხანია არ მინახია ჩემი მეორე რძალი. წინაზე ვეპატიჟებოდი ხაშზე, ვიცი რომ ძალიან მყავს და მუშაობდა და ვერაფრით ვერ მოახერხა მოსვლა. კაი ხანია სოფოსთან. კაი პური ანიჭანია. წავიღოთ, არა ეს ჩავქნათ ეს. სიამოვნებით ვიყიდი ერთ ცალ აი ესეთ ფერ კარადას ან რაღაცას კიდე. არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია რომ ესა არ მყოფნის. არა მართლა ეგრე. იცი რისთვის, აი ჩანთებისთვის და ფეხსაცმელებისთვის, აი რაღაცა ეგეთი მინდა რომ ვიყიდო რა. იმიტომ რომ სადაც ჩანთები მილაგია, მაღლა იქ სათავსოა, რომელიც დროებით დავდე უბრალოდ ჩანთები რა. მაგრამ სამომავლოდ ზუსტად ვიცი რომ რაღაცა მაინც უნდა ვიყიდო. წავედით ხალხო მე ხალ კათილები გამოუშვათ და წავედით. ესე ივანეს წავედი რა ისა. მაგდაბლა მაკარონია მზად. და აქ პური არის და მე პური ჩაიყოლე ხო და ჩადე იმაში. წავედი. აჰა, რამე გრჩება? ტელეფონი გრჩება, გუგუ. აბუეთ. ერთი წამით. დასატენი ხო არა მაგ ტელეფონი. ეს 82%-ია და რომელი საათია? ეს რომელი პროცენტია? 53-ზე. მაშინ შეგვიძლია წავიღოთ სატენი. ხო, ეხა მაკარონი მაქვს მოხარშული და ცოტა მაიონეზს დავასხავ. და სამსახურში წავიდე. ვიცა ეს გეჩემით სატენი სად არის? ეს არის დიდი ბლოკი და კარგად ენის იმას ტელეფონს. всё, ყველაფერი ჩავდე? კი. დანარჩენს რომ მოვლენ გოგოები მიხედავენ აქავრობას. ესენი ჩავიტანე. წავედით. ნაჭმები არიან, აი განახოთ კატები ის. დე, მანდ არ უნდა დასხდეთ. შიგუნდა ჩახვიდე, ჭემოტკბილო. გადადი მანდედან, აი აქ დაგიდებ ამას, გაიწე? აჰა, მიდი. გაიწე, ჭემოლამაზო, აი აქ დაწეკი თუ გინდა ისე. აქ არ დაწე, ჩავარდება, აი ამაში სხედები, შიგნით. მიდი. აი ქუნა ჩახვიდე, მიდი. მიდი ვიჭო. მიდი, ჩავაგდე. იმიტომ რომ ეს ჩავარდება და ვეღარ დაწვევი. ესე. კარგი ტუპი რა იყო?
ტუპისაც ნაჭამი აქვს. ყველაფერს ნაჭამი აქვს ქათმების გარდა. ესე უშენილად გამოვიყენე ეს სარკიანი. მართალია კატები ხდებიან და ისქნეს. გაჭუჭყიანეს. არა, უშუალო უწმენდა ხო. რა იყო ტუპი? ბაცაცო სად არის? ნახეთ ხა. ამბავი. ბაცაცო. რა გინახეთ ჩემო ბაცაცო? აი მე პატარა ბაცაცო, ეგ სათამაშო შეიტანი. ტუპი. რა ხდება? ვიცი შევდო. აგაგმოგდო. აი ხა გარეთ გადიდროზე შენ ნაჭამიც ხარ და ყველაფერი. აი მას ჩავდებ მაკარონს. როგორც ჯერ ვაჭამოთ ბავშვებს. ქათმების სახით. გაიწი ფიცო. ნაკავსაც გავიყოლებ. ძიმი არ არის, ამიტომ წავიღე. რაღაცეები ჩავყარეთ გუშინ და წყალი არ არის. სალამი ტუპი. ხორბალი. დავყაროთ რამდენიმე ადგილას. ხა ისინი ელოდებიან იმას. გრანულს ხა უყურე. გრანულს ჭამე ხო გითხარი და ხა მათ ქერიც უნდა დავუყარო. კვერცხისდება დაიწყეს. ყოველთვის ამ დროს იწყებენ ხოლმე კვერცხისდებას ჩემი ქალბატონი. აი მე ფისო უკვე ტვინი წაიღე. ყოველთვის ამ დროს იწყებენ ხოლმე. არაფერს განსაკუთრებულს არ ვაჭმევ და არც ავარ იმის მომხრე რომ ანუ ქათამი იმიტომ უნდა ყავდეს რომ ან კვერცხი ხო? კვერცხი მოგცეს და იაფი იყოს შენახვე ხა. რატომაც არ შესაძლებლობა რო იყოს იმის რომ სიმინდი ის მაგრამ აქეთ რო ინახავ აღარ არის კარგი. ბავშვებო გამოდით. დილა მშვიდობისა ბავშვებო. გამოდით. თქვენ ისინი წიწილები არ გეგონათ. ქათმები არიან, უბრალოდ რას აგვანან თორე ქათმები არიან. აი მე დედას ლამაზი წავიდა. ქათამია ხალხო, ესეც კი ქათამია, მაგრამ ესეც ქათამია, ხე რასაკო. ბაბოლა წამოდი. ბაბოლა ის აქ ყოველთვის ვნახულობ ხოლმე. ის ინდაური ძალიან უხეშია და მე შინია რომ რომელიმე ხო არ მოკლა. პატარები რო არის. აბა ბავშვებო გადით. ცოცხალია? ყველა არავინ არ აგდია. ნაგე დაადგა უეჭველი. ესეც ესე. ეხა წყალსხა დაგისხათ და всё. ბაცაცო დააცადე ეხა ჭამა ამათ. წყალი არის გაყინული. საათი არ გამეპაროს 42. 53-ზე გამოვა მარშრუტკა. თბილი წყალი უნდა დაალევინო. თუ გინდა კვერცხი დადო. ოღონდ მატოიც ახმაურობ. ბაცაცო ქცე? გაიწი აბა? ქერი და თბილი წყალი. და ეგრანული მთავრდება და ეგრანული მორჩება თუ არა ინდაურები დაემშვიდობებიან ყველაფერს. აჰა, თბილია. შეგიძლია ფეხები ჩაყო. მიდი. რა ის რას იფხორება ერთი რა, რას ამტკიცებს. წამოდით. ესეც ესე. всё, ხა მაკარონიღა. ჩავყაროთ.
კონტეინერში და წავიდეთ. ასე. მაკარონი მოდრეს და ჯავსანდარი. რომ ვაკართხილსაც შევწავ, ან ბარბარე შეწავს მერე და იქ არის. სათხათას მაკარონი და ის ხო რო ყოლ მეთქი კამა. მიყვარს ცა. მოდი მარტო მას უზავ. მაგრამ არ მაქვს. აი ზიარა გაქალო, გაქრია, მამაკანოს ხარ წაიღებ მარტო. აიგიდან მიგით. ყემას მოვაყურებთ. სადარი პარკი. ნეტო მეგონა რომ მაიონეზი გქონდა. ყემალი გვაქვს და ისე მოვაყურებთ. წინაზე წავიღე ჩორბა. იფიფი რა გებრიელა თავჭავით დეტა იცოდეთ. всё, მე მგონი წასვლის დრო არის. დღეს თუ ისე მინდა გადავიდე, დედაც ავნახო. ოშობეთი არ მუშაობს, 1-15 წუთი თუ გავეპარებინინოს, კაი იქნება. всё, მაკარონი ჩავდე. ბავშვებო გადით იქით. ყველა ნუღაკნავი ხართ, ამ ხელა კაცები და ქალები ხართ, პრინციპში ქალები არც ერთი არ ხართ. წადით და ინადირეთ. თაგვიც მე დაგიჭიროთ, რომელი საათი? 46 გამოვიდა უკვე. ისინი. კარგით. მოდი ახლა გაკოცო და წავიდე, მოდი. მოდი. არ მოდი ხარ მაშინ მიაგათრევ. ჩემი ცხოვრება. ბიჭო მიყვარხარ, ბიჭო. მოდი მე პატარა ბიჭო. ბაცაცო სად ხარ? ბაცაცო მოდი შენც ჩაგკოცნო. სად ხარ ბაცაცო? ის ქათმებთან იქნება. ჩემი პატარა. ჩემი პატარა. მოდი აქ, ის რა უკარება. წავედით. ვიდეო არატვირთ თულა ჯერ და იქ ავტვირთ. ეხლა წავედით. მასალა გვაქვს. ხო ყველაფერი მათვე ხალხო. ხო აი ქონაქვები დაუდო კიდე. რო იქიდან სავარაუდოდ აწובה სხვა ძაღლი. სანამ იხდება ბაცაცო რო აქ არ უნდა გაიპაროს. ასე ეთოს. ოპას. შიშველი ხوار მიდიოდი. ეს რა მინეყარა ფეხებს. ნახე თოვლი განახოთ ხალხალო. აქეთ სუარი აქეთ ხარეს. აქეთ არის იალნოს ქედი და რომანდა არის, იმიტომ ცივა აქ ხოლმე ასე. აქედან არ ჩანს. მზესაც არ უნდა გამოვსვლა რატომღაც. ოკეი. უჭირს. აშტაც მოდი. მე მოვედი. რომელია საათი? 3 წუთი აკლია 10-ს. აბა ნახოთ მოსულები არიან თუ არა. კარგი შენ კიდე რით ვეღარ ბიცარი. ჩაინ დაკეთოს. ნახოთ მოსულები არიან თუ არა. აბა სად არიან? არავინაც არ არის. რას მოდიხარ შეუხევ? გაეტიერა, რას მოდიხარ? რა არის?
აბა სად არია? მეტა მეგი არ არის მოსული. აი აქ მუშაობს ჩემი ძმა და რძალი. ეს არის დარბაზი, რაც გემრიელი კერძებია ხალხმა. ქორწილი რო გექნებათ. მიდით. რეკლამას უწევ. კი არა და. რა ქვია მაგას? რეკომენდაციას რეკლამა. ეხა დროა უფროს დაურეკო. და კულტურულად დავლამწყობთ. ჯერ უფროს თუ დაიწყო. ინდეს ვიზავ გასაღებს ვაიც გამოვართვე. დაიცა და ურეკო. არქი ინტერნეტი ჩართულია. Wi-Fi-ს ვიჭერთ. აბა ეხლა სად არის? აბა სად არიან?